გამარჯობა ყველას, დღეს ვარ მოსული თბილისის ზღვაზე. ნახოთ რა გამომივა. აი, ეხლა თევზაობ. ყველაფერი მაქვს თემუდან შეკვეთილი და ნახოთ როგორ იზავს და როგორ დავიჭერ თევზს. ესეთი სილიკონია თავის სიმძიმეთი სილიკონის სუპერკონტინენტისაა სიმძიმე არის 4 გრამი დღეს ასევე ვარ ასეთ ფიდერზე ვიყიდე გუშინ არ ვიცი რა ქვია კომენტარებში დამწერეთ ჩემით გავაკეთე ეს ყველაფერი სახში ფაფა და სპაგეტს რო ეძახიან აი გამოვიყენე შეგნით ასევე გემოსთვის დავამატე მურაბა და მურაბას ნაჭრები კაუჭზე ჭია ავიღებ ჭიას და ჭიასაც გავუკეთებ კაუჭზე და გადავისვენ ჩავაგდებ ნახოთ აბა აგერა აი ზომის ჭია ზემოთ მკვდარი აი ესე ეს რაღაცა გამოგვივიდა ეხლა ვერ წამით ჩავაგდო გაიშოს კი ჩავაგდე დაველოდოთ სანამ ჩავა და ჩავკეთოთ დასაყენებელი არა მაქვს დამოვიწყდა და აი ხროლები რო არის ხრელში ვდებ ცოტა მოვუჭირო ოპა всё ოპა ესეა ხა წავიდეთ ნახოთ რა ხდება სპინინგზე ეხლა მე მაქვს ესეთი ყუჩი ესეთი რკინები მიდევს ეს ვიპოვე ალგეთის წყალსაცავზე ლიტრიალა მაქვს ძალიან მიყვარს ტელსპინერები და ესეთი ვობლერები მაქვს ქარმა ჩანთა წაიღო და ესეთი ვობლერები მაქვს პატარების დიდებიც უფრო დიდებიც მაქვს მე აგერ აი აქ მიდევს ესენი უფრო დიდები ესთებია ეს ტელსპინერები მაქვს ეს ორკაუჭიანი სამიანები ეს ვიპოვე და კუდი არ ხონდა და კუდი გავუკეთე ესეთი მეგობარი მეუბნებოდა რომ ეხლა
ამ პერიოდში თევზი არ არისო და მაინც სურვილი მქონდა და დღეს გამოვედი. სილიკონი სტიუარდის პენა. გავისროლოთ ნახოთ აბა. შორს გაფრინდა. ქარი უბერავს და აქეთ ხარეს არ მინდა სროლა, მაგრამ ერთხელ შევეცდები. ქვიანი ის არის სკერია და აქეთ ჯობს მე მგონი სროლათანაც აქ უფრო ნაკლები ქარი უბერავს. აბა ძალიან კარგია. მერჩიეთ რომელი სილიკონი ჯობს თბილისის ზღვაზე, გინდ ქორჭილაზე, გინდ ქარიყვაყიაზე. ძალიან დანაგვიანებული არის. ბავშვებთან თქით ხარის გაშვება. წყალი ძალიან ჭუჭყიანი არის. არაფერი არ ჩანს. ეს ანკესი არის 3 და 11 გრამის. ერთი სიმძიმე მაქვს 10 გრამის დაყენებული და მე მგონი ძალიან ცუდ რაღაცას ვაკეთებ. აი ესეც საცეპი. აი აქვე. აგერა ჯოხი რაღაცა და რაღაცნაირად როგორ სილიკონს ყველაფერი არაფერი არ სჭირს. მეძახიან უკვე და უნდა დავამთავროთ თევზაობა. დღეს შედეგი არ იყო. არაფერი არ არის თბილისის ზღვაზე და ვერაფერი ვერ დავიჭირე.